მოგესალმებით მეგობრებო, სტრასბურგიდან, სადაც ეხლა დასრულდა კენჭისყრა და ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის მოთხოვნას, განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. აი ახლა გაჩვენებთ ukrainis მეგობრებს, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს და ქართული ოცნების რუსი დელეგატები აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, რომ სრული კრახით დასრულდა აქ მათი ჩამოსვლა. პირველად ისტორიაში აკრედიტაცია ვერ შედგა ფაქტიურად დელეგაციის, იმიტომ რომ მე მინდა ყველას ავხსნა, რომ სრული აკრედიტაცია არ მიუღია რუსული ოცნების წარმომადგენლებს, ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ამ დარბაზში შემოსვლის უფლება, მათ ჩამოართვეს უფლება იმუშაონ კომიტეტებში, მათ ჩამოართვეს უფლება იმუშაონ დელეგაციებში, მათ ჩამოართვეს უფლება იყვნენ მომხსენებლები. ფაქტიურად მათ აქვთ ყველანაირი უფლებები გაუქმებული გარდა ამ დარბაზში შემოსვლისა და ისიც ეს შეზღუდული უფლებებიც მიენიჭათ მათ მხოლოდ აპრილამდე. აპრილამდე არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და არ დანიშნავენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აი ეს შეზღუდული უფლებებით, რომელიც ჯერ კიდე დაუტოვეს, რომ ზეწოლის ბერკეტი ქონდეს ევროსაბჭოს ამ რუსულ რეჟიმზე, ესეც გაუქმდებათ. მე მინდა თქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება იმ ხალხის, ვინც იდგა ქუჩებში მთელი ეს თვეები. მათ შორის მინდა რომ მადლობა გადაუხადო ყველა პარტიის წარმომადგენელს, ვინც აქ ჩამოვიდა ჩვენთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციას, იმიტომ რომ ეს არის საერთო გამარჯვება და ჩვენ ესე ერთად ბრძოლით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას რუსული რეჟიმისგან. ულოცავ საქართველოს დღეს ევროპა დადგა ფეხზე. ევროპამ დღეს გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.